პირველ რიგში უნდა თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოველდღურად შედის კუთხეში და ეს ქმედებები, კანონმდებლობის ცვლილება, ეს აგრესია არის ამის გამოძახილი. როცა კუთხეში ემწყდება ადამიანი, ის აგრესიული ხდება. იგი მას არ აქვს გამოსავალი. ერთ-ერთი გამოსავალი არის, რომ მას გონია, რომ ამ აგრესიით, ამ დაჭერებით და ამ ესე თქვა რეპრესიებით რაღაცას გადატეხავს. გამორიცხული მომენტია, ეს არ მოხდება. გაცილებით დიდი მასშტაბური გამოსვლები იქნება და გაცილებით ძალიან ძლავრი პროტესტი იქნება. ამას მე გეუბნებით, იმიტომ რომ ჩემი და ჩემი თანაგუნდელები და მთელი ჩვენი პარტია, მთელი რეგიონების მასშტაბით, სადაც ახლა ჩვენ შეხედულებას ვატარებთ, არის ამ განწყობაზე. ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილის რუსულ პოლიტიკას ჩვენ არ დაუთმოთ. მიუხედავად ამ გაზრდილი ჯარიმებით, უზარმაზარი სურცნეხი და ასე შემდეგ. გამორიცხული მომენტი, გადავხედოთ ჩვენ ისტორიას. საჭირო პოლიტიკოსებმა და ლიდერებმა გარკვეული დანაპირებიც გასცეთ წინასწარ, რა დანაპირები არის, ჩემი დანაპირები არის, თუნდაც მომავალში. ჩემი დანაპირები არის, მე ვთქვი და ლამის ფიციც დავდე გმირთა მოედანზე, როცა ჩვენ დიდი მარში ქონდა, რომ ამ ბრძოლას ჩვენ ბოლომდე შევეწირებთ, ბოლომდე. ანუ დავდებთ თავს, მე პირადად და მთელი ჩემი თანაგუნდელები იმ ახალგაზრდებთან ერთად, რომელსაც არასდროს არ ექნებათ იმის იარლი აკრული, რომ ჩვენ არ გავაკეთეთ საკმარისი, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის ორბიტაზე დაბრუნებული იყოს. რაც არ უნდა მოხდეს. და თქვენ ნახავთ, აქ ხარ თქვენ, აქ ვარ მე, ამ ბრძოლაში ვარ მე შემოსული და ამ ბრძოლას მივიყვან ბოლომდე აუცილებლად. მე დარწმუნებული რომ ამ ბრძოლას ქართველი ხალხი ჩვენ მეგობრებთან ერთად მოიგებს. ეხლა დაუბრუნდეთ თქვენ კითხვას. აქ რაზე საუბრობდნენ, ეხლა ამ თემაში მე ვერ შევალ. შეიძლება ეს იყოს უბრალოდ შეხვედრა, ასე შემდეგ, მაგრამ აქ არის ყველაზე მთავარი მომენტი, რა გადასცა, რა აიდო ჩანტაში. მე ესეთ სპეკულაციებში ვერ შევალ, ეს არ არის ჩემი სტილი. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ერთი რამ არის, რომ ეს არ არის ჟურნალისტური გამოკვლევა. ეს არის სპეცსამსახურების მიერ თვალთვალი, რომელიც საბოლოო ჯამში ჟურნალისტის ნიუსით გამოდის ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს. იმიტომ რომ რატომ დაინტერესდეს იაპონური ჟურნალი და გეთანხმებით, რომ იაპონიის მე მგონი 99% შეიძლება არც იცის ბიძინა საქართველოს შეიძლება იცოდეს, მაგრამ იქ რა ხდება და ასე შემდეგ, როგორც ახლა ბანგლადეში რა ხდება, ჩვენ იქ ვინ არის და რას აკეთებს, შეიძლება რამოდენიმე ექსპერტმა იცოდეს რა. ამიტომ ის ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, იმიტომ რომ მისი ყველა მოძრაობა, სატელეფონო საუბარი, მისი ეს გადაფორმებები და ასე შემდეგ არის ყველაფერი ხელის გულზე. მისი პანამიდან შემოტანილი თანხები, ერთადერთი ყველაზე დიდი ინვესტორი რო ყავდა თურმე და პანამიდან შემოდიოდა. ქართულმა ხალხმა არ დასვა კითხვა, რომ საიდან მოდის ეს ფული? და აქ როგორი ნარატივი შეიქმნა, იცი რომ საქართველოში ბიზნესის კეთება და იქიდან მოგების მიღება არის სამარცხვინო და თუ იქ რომელიღაც სხვა ქვეყანაში არასწორად ესე თქვა და შეიძლება კრიმინალურ ფულს აკეთებ და საქართველოში ხარჯავ, შეხარ კაი ტიპი. აი ეს ნარატივი შეიქმნა. სადღაც შეულობს და რა მნიშვნელობა აქვს, როგორ შეულობს, აქ ხო ხარჯავს, რაში ხარჯავს? რომ შენი ქვეყანა შეატრიოს იქ, სადაც ძლივს დავახციეთ თავი? რომ ეს იზოლირებული ვიყოთ? ამაში ხარჯავს? ამ ტვინის გამორეცხებში ხარჯავს? ამიტომ ეხლა მას უნდა დაუბრუნდე ტვინის გამორეცხაზე გამახსენდა რუხაძის მე ვერ უსმენე მის ინტერვიუს თავიდან ბოლომდე, რომ მე ამ ადამიანს ვიცნობ, ჩემი რეკომენდაციით დაიწყო მან ბადრ პატარგაშვილთან მუშაობა. და ადამიანს როცა ამერიკის პასპორტი გიდევს და გამოდიხარ და 5 წლის განმავლობაში, თუ მეტი ხნის განმავლობაში ტვინს ურეცხავ იმის აპირისპიროდ, რაც ქვია თავისუფლება, სამშობლოს სიყვარული, 300-მდე სიუჟეტი აქვს იმეც ჩემს წინააღმდეგ გასაშავებელი სიუჟეტი მომზადებული. და როგორ უნდა ვიწამო მე ამ ადამიანის, საერთოდ არ მწავს რა თქმა უნდა, მაგრამ როგორ უნდა დავიჯერო მისი სიტყვა, როცა 5 წლის განმავლობაში ერთხელაც კი მე არ ყოფილვარ პოლიტიკოსი ხაზარაძე, არ ყოფილვარ ბიზნესმენი რო ვიყავი, მაშინაც არ ყოფილვარ, მაგრამ აი ახლა მით უმეტეს ერთხელაც კი, რომ განსხვავებული აზრი კი არა, უბრალოდ ინტერვიუ აიღოთ ჩემგან. ეს ხო არის ტოტალიტარიზმისკენ მისული ამბავი. ამიტომ მე მასაც ვეუბნები, რომ დროზე მოვიდეს გონს ირაკლი რუხაძე, დროზე მოვიდეთ, მე სხვა საშუალება მასთან ურთიერთობის არ მაქვს. რამოდენიმეჯერ მივწერე და პასუხი მივიღე რაღაცა, რაღაცა ბელეტრისტიკული პასუხი, მაგრამ არ აქვს მას პასუხი. ის არის რუპორი, მას ეშინია ბიძინა ივანიშვილის, ის არის გადაბმული ამ სისტემაში, ამიტომ ისევ როგორც ხვები. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ეხლა ამაზე არ არის საუბარი. ჩვენი თავარი ფოკუსი არ უნდა დავკარგოთ. თავარი ფოკუსი დღეს არის კონსოლიდაცია,
თავი ფოკუსი არის ერთიანობა, მაგრამ ამ ერთიანობაზე როცა ვლაპარაკობთ, მე და გიორგი, ან ნებისმიერი, ვინც ამ ერთიანობაში არ უნდა ვიყოთ სხვა პლატფორმაზე, არ შეიძლება სხვა პლატფორმაზე ვიყოთ. ან ვართ ქუჩაში ხალხთან ერთად, თავისუფალი და ამ ხელისუფლებისგან ჩახსნილები, ყოველგვარი მანდატები და ამბებით და თუ არ ეხსნები, მაშინ თქვი რომ არა ვარ, მე კვაზი ოპოზიცია ვარ. მაშინ თქვი და გვეცოდინება. მე სანგარში ვარ და მე არ მინდა რომ სანგარში როცა ვარ და ბრძოლის ველზე ვარ. მე არ მინდა რომ ამ სანგარში ვიღაცა უკან დამარტყას დანა. არ მინდა. მე ბევრჯერ მიმიღია მსგავსი რაღაცა, მაგრამ იმას გადახარშავ, როცა ბიზნესში ხარ, მაგრამ აქ მსგავსი რაღაცამ შეიძლება გამოიწვიოს ქვეყნის გადაყოლა, იმიტომ რომ მოტრიალდებიან ესენი ერთმანეთში ვერ დალაგებულან და ერთმანეთს ეჭიდავებიან და ერთმანეთს ვერ გაურკვევიან. ამიტომ ეს ბრძოლა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენი მხრიდან გაგრძელდება და აქვე მინდა ვთქვა, მივმართო ყველა იმ საზოგადოებრივ, ესე ვთქვათ, მოძრაობას, შეეშვით ოპოზიციის ბულინგს თავი. ღმერთმა გაგიმარჯვოთ, თუ უკეთეს პოლიტიკურ პარტიას შექმნით. მე ვიქნები პირველი მხარდამჭერი, იმიტომ რომ მე ერთადერთი რამ მინდა, რომ ეს ქვეყანა ფეხზე დადგეს, თუ ვიღაცას აქვს იმის უნარი, რომ პოლიტიკური პარტია ჩამოაყალიბოს, ინფრასტრუქტურა შექმნას, 5%-იანი ბარიერი გადალახოს, ხალხი აიყოლიოს, მე ვიქნები პირველი ტაშის დამკვრელი, მხარდამჭერი, ყველანაირად დავეხმარები, ყველანაირად ვითანამშრომლებ მას, მაგრამ როცა ერთ ფრონტზე ვართ ყველა ზოგი სტუდენტი, ზოგი დიასახლისი, ზოგი დაჭერილის დედა, ზოგი პოლიტიკოსი და განტებების ვაცის ძებნა მიდის, რომ შენი თავი ეს არ მუშაობს. მორატორიუმი მე ვიყავი პირველი და გახსოვს გიორგი, ხა ერთ-ერთი პირველი, მაგრამ მართლა პირველი ვიყავი, ვინც მორატორიუმზე გამოაცხადა, რომ თავდასხმების დრო არ არის ახლა. ახლა ერთმანეთზე თავდასხმების დრო არ არის. აქეთ ავარ ჩვენ, ორი ფრონტია. აქეთ არის რუსეთი, აქეთ არის თავისუფალი სამყარო. აი ეს არის, ამიტომ ეს ბრძოლა უნდა მოვიგოთ და მე დარწმუნებული რომ მოვიგებთ თუ აი ამ პრინციპებს დავაყენებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. საინტერესო საუბარი გამოვიდა.